ტელევიზიაში მუშაობა არის სტრესთან დაკავშირებული. ყველა ქალი მლანძღავდა. მახინჯო, ბებერო. არ გაგიჭირდა? საერთოდ არსად არ მიყურებ? მიუხედავად ამისა, ჩემი ცხოვრების 90% რეალური მაინც არავინ არ იცის. შენი აზრით, კარგი ტელეწამყვანი ხარ? სემო! მეწოდება ჯერ 25 წლისა როგორ გავიგდო ეხა კამერების წინ. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ეკო ფანგანი. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გვესტუმრე. დიდხნიანი დაგეგმვის შემდეგ შევასრულეთ პირობა და ვწერეთ გადაცემას. მე მაინტერესებს დაღლილი ხომ არ ხარ? არა, მე არასოდეს არ ვარ დაღლილი. საუბარი შეგიძლია ძალიან ბევრი. საუბარი მე ძილში შემიძლია. ბატონ, მაშინ გადავიდეთ კითხვებზე და პირველი შენი გამოჩენა მაინტერესებს ტელევიზიაში როგორ დაიწყო და სად? რამდენი წლის ხარ? მე 25-ის. ნუ აი, რამდენიმე წლის რო მიყავი შენ. ზუსტად მაშინ იყო ეს ამბავი ძალიან ადრე 20 წლის წინ თითქმის რა 2007 წელს. და ვიყავი 7 წლის. 18 წლის წინ მეც პატარა ვიყავი, მაგრამ არა 7-ის. იყო ასეთი პროექტი მაშინდელ რუსთავი 2-ზე უკანასკნელი გმირი. მახსოვს. იქ ვიყავი მე. ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა. ახლაც არ ვფიქრობ, რომ რა მინდოდა თქო, სხვათა შორის აი მაშინვე მეკითხებოდნენ იქ როგორ წახვედი, პირიქით ძალიანაც მინდოდა, ოღონდ მაშინ პატარა ვიყავი და ტვინი არ მქონდა იმდენი, რომ ცოტა სხვანაირად მეთამაშა რა, რაღაცა დავიღალე ძალიან და ავყევი ამ დაღლილობას და ემოციებს. ახლა ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამ გადმოსახედიდან, სხვათა შორის მაგ გადაცემაზე, იმიტომ რომ მართლა საოცარი იყო და აბსოლუტურად სხვანაირად აღვიქვამ და ვფიქრობ ხოლმე რომ აი სხვანაირად ვითამაშებდი და ეს იყო პირველი გამოჩენა, მაგრამ გამოჩენაც არის და გამოჩენაც რა. ხო, ძალიან დიდი პროექტი იყო, ახლა წარმოიდგინეთ, მალაიზიაში ვიყავით ჩვენ, ქართული ჯგუფი რა თქმა უნდა იღებდა აი ჩვენს კონძულზე რობინზონ კრუზოებით რომ ცხოვრობდით ამ ცხოვრებას, მაგრამ ძირითადი გეიმები, ტომთა საბჭო და აი ასეთ რაღაცებს იღებდნენ შვედები, ეს მათი პროექტი არის, ანუ იქიდან იყო ნაყიდი და მთელ მსოფლიოში არის ეს პროექტი. და მაშინ ვნახე პირველად აი ის რაღაცა საოცრება, იმიტომ რომ ისეთი აპარატურა იყო, ისეთი მზადება იყო, ლიანდაგი იყო, იმდენ მეტრიანი ჯერ მარტო აი კამერები რა, ლიანდაგების რო აი არ ვიცი, რაღაცა უდიდესი გადასაღები მოედანი ჰქონდათ და მიხარია რომ აი პირველივე ჩემი გამოცდილება აღმოჩნდა ესეთი მასშტაბური, ესეთი საინტერესო, ესეთი საერთაშორისო, მოდი ასე ვიტყოდი და მრავალფეროვანი. ეხლა ამ გადმოსახედიდან იგივე კონკურსში მიიღებდი ამ ასაკში მონაწილეობას? ეს ხო პოდკასტია. კი, ეს ხო ტელევიზია არ არის, მე შეიძლება რაღაცა ვიტყვი. კი, რა თქმა უნდა. ხო, მართლა. შენი აზრით, რისი ან ვისი დამსახურებაა შენი პოპულარობა? ჩემი და ღმერთის. არასოდეს არავის, რა თქმა უნდა, არიან სხვადასხვა ადამიანები, პროდიუსერები, სხვადასხვა გადაცემები, სადაც მიმიღია მონაწილეობა კი წლების განმავლობაში, თუმცა ისინიც რატომ არ ნაკეთებენ ჩვენზე არჩევანს, ხო? ჩვენი და ის რო აი ესე ან კაი გოგოა, ან ის არიან, ეგეთი რამე არასოდეს არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. და პირიქით ვფიქრობ, რომ ბევრი დრო მაინც დავკარგე, უფრო ადრე შეიძლება და ეს ყველაფერი გამეკეთება, იმიტომ რომ იცი რა, ტელევიზიამდე მე იმდენი სხვა საქმე მაქვს ნაკეთები და იმდენი რამ მაქვს გამოვლილი, ძალიან გაგიკვირდება, რომ დავიწყო 18 წლიდან ვმუშაობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ვმუშაობდი მოსამართლის აპარატში დიდხანს. აი ყველაზე დიდხნიან და ისეთ საპასუხისმგებლო საქმეებზე ვისაუბრებ, მოდი. ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში სოფტის მართვის განყოფილების უფროსი ვიყავი. ანუ მთელი სოფტი მემებარა წარმოიდგინე, მაშინ ესე ძალიან დიდი ხნის წინ იყო, მაშინ ვისწავლი საერთოდ სოფტები ახალი შემოსული იყო, მაშინ ეს თუნდაც ეს პროგრამები სხვადასხვა სადაზღვევო პროგრამა
იწერებოდა მაშინ ფაქტობრივად და მე აბსოლუტურად სხვა სამსახური მქონდა თავდაპირველად რომ მივედი იმ სადაზღვეოში პიარის კუთხით, მაგრამ შემდეგ ვინც მოიყვანეს პროგრამისტი, დიდი თათბირი მქონდა და არ ვიცი იმ გადაწყვიტა კითხვებით თუ ასე შემდეგ თქვათ ამ თათბირის განმავლობაში საუბრის მსვლელობისას რომ მე ვიყავი ის ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც კარგად დაეუფლებოდა ამ soft-ს და პირდაპირ ასეთი პასუხისმგებლობა მომანიჭეს და ძალიან დიდი იყო, იმიტომ რომ მაშინ როგორ მახსოვს ყველა სახელმწიფო პროგრამა სოციალურად დაუზღველებიდან, სოციალურად დაუცველებიდან დაწყებული, თქვათ, აი ძალიან დიდი, თქვათ, საჯარო სამსახურები, იგივე თქვათ, აი შინაგანსაკუთრება და სამინისტრო, ხო, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი მუშაობს. ყველა იყო ჩვენთან დაზღვეული და აბსოლუტურად ყველანაირი მონაცემი მათი ჩვენ შეყვავდა, ჩემს განყოფილებას, მე ვიყავი ამის ზედამხედველი. ბუნებრივია, რომ თანხების დიდ რაოდენობის განკარგვაზე იყო საუბარი იქითაც და აქეთაც. და ნუ მოკლედ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, მე ვარა. ეს ორი ძირითადი რამ მოვყევი, თუმცა ამის გარდა ძალიან ბევრ სხვადასხვა სამსახურში მე მუშაობია და ყველა ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო კითხვა გამიჩნდა რა. თუ ამ ხელა სამსახურებში იყავი უფროსი თანაშემწესის შემდეგ, რამ არ მოგასვენა და რატო წამოხვედი ტელევიზიაში შემდეგ? ტელევიზიაში მე არ წამოვედი, შემთხვევით აღმოუჩნდი, შემომთავაზეს და ესე, მაგრამ არ იყო ის ჩემი ხო, ანუ შინაგანად ვერ იყავი კარგად, ხო? მე მოუსვენარი ადამიანი ვარ. გიждები ლაპარაკზე. კი ბატონო. ლაპარაკი არ ვიცოდი, ჩემი ენა მქონდა თანაც რამდენიმე. ანუ ესე იყო და ლაპარაკდეი და ჩემი მეძახდა პრუტუნჩიკას რა, ანუ აი რაღაცას პრუტუნებდი სულ. და ეხლა წარმოიდგინეთ რომ უნდა იჯდე დღე და ღამე კომპიუტერთან. საოფისე სამსახური რომ. აი ეს წვრილი შრიფტი ანუ აი ძალიან ამოვიხრჩვი. მართლა ეს დამემართა. ტელევიზიაში მუშაობა არის სტრესთან დაკავშირებული. შემთხვევაში როგორაა? ეგ მაინტერესებს. იცი რა არის ჩემი გრაფიკი ვინც იცის ჩემს გარშემო ადამიანს. მე არ ვიცოდი და რომ მომწერე, ძალიან გაუგნებული ვიყავი და მე მადლობა გითხარი რომ მოახერხე სადღაც ჩაგესვა გადაცემაში სტუმრობა. ძალიან ბევრი და დიდი სტრესი არის, მაგრამ იმდენად მიყვარს ეს ყველაფერი, რომ პირიქით რა რაღაცა იმ ამიდაჩას ვესაუბრებოდი მაგალითად გუშინ წინ ღამე გვიან გავედი სამსახურიდან დილიდან ეთერში ვიყავი, შემდეგ უკვე ხა საახალწლო პერიოდში აი ჩაწერები, რაღაცა თან ესეთი კაბით და ესეთი ხუჭუჭა თმებით გამოვედი ღამის 11 საათზე და ამ დროს მამიდაჩემა დამირეკა, მომიკითხა და ვაიმე ძალიან ნერვიულობ, შენზე მეუბნება ესე რო ხარ, რადგან ნერვიულებს ხო? სანამ ვართ ახალგაზრდები, სანამ ჯანი გვიწყობს ხელს დღე და ღამე უნდა ვიმუშაოთ. დღე და ღამე. დასვენებით ისეც ისვენებს ჩვენი სხეული, სანამ ახალგაზრდა ცოტა ხანი მაინც ხო გძინავს. მე არ შემიძლია დასვენება. მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ერთ დღეზე მეც ვერ ისვენებს. შენ თავარია ჩემ ხელა რო გახდები? ხო. მაშინაც ეს თქვა. ხო, ეგ რა თქმა უნდა, ხო, ამასაკში არ არის გასაკვირი, ხო? ეს გიჩქებს, ეს ბუნებრივიც არის. არიან ჩემს ირგვლივ ადამიანები, ვისაც მე მართლა არ შემიძლია დასვენება. ჰოროსკოპით რა ხარ? თხის რკა. თორესად ყავს. აუ ეგ არ ვიცი. მე ხო ის ზოდიაქოებს. რეკლამა არ გვაქვს, ხო? რეკლამის შემდეგ არა და გადაცემის შემდეგ მე შეგივისებ. მართლა? აუ რაღაცნაირად არ მჯერა ხის რკა ძალიან შნობის ძალიან ტყუილ, მეც არ მჯეროდა, მაგრამ ახლა ვნანობ რაღაცების არ მჯეროდა. ძალიან შრომის მოყარე ხარ შენ. ხო, ზოდიაქოში ეგრე წერია. ხო, მაგრამ ნახე, მე რატო არ მჯერა გეტყვი. არის ზოდიაქოები, რომლებსაც აი სიტყვაზე 5 ან 8 უწერია რომ შრომის მოყარეა. ეგრე ხო შეიძლება ყველა იყოს შრომის მოყვარე. არა. შემდეგ არის ბევრი პლანეტა, აი მთვარე ხო კითხე, მთვარე ასცენდენტი ვენერა, მარსი, მერკური, სახლები, იქ შავი მთვარე ლილიტი, ის ყველა შემდეგ განლაგებულია სხვადასხვა ადგილებში. ეს ყველაფერი არღვევს იმ თავარს. ჯაჯანიძის გავლენა ხო არა? არა, ჯაჯანიძის გავლენა, მე თვითონაც ვიცი. აჰა, რატო დაინტერესდი? მე რომ ჩამოგიტვა რამდენიმე ცხოვრებაში დაინტერესებული მართლა არ დაიჯერებ რომ აქ ერთი ადამიანი ზის. უკვე ხო გაგაკვირვე ჩემი სამსახურებით. ძალიან ცნობის მოყვარე ვარ. ამ ქვეყანად ყველაფერი მაინტერესებს. რაც არ მაინტერესებდა გუშინ, ხვალ იცი როგორ დამაინტერესებს? აი ესეთი ვარ და აბსოლუტურად ყველაფერს ვეძიები.
რა თქმა უნდა, ყველაფერს არ ვუღრმავდები, თუმცა ძალიან ბევრ ამას ვეძიები და ისეთ დონეზე, რაც ჩემს უბრალო ინტერესს დააკმაყოფილებს, ასეთ დონეზე ვეუფლები იმ სხვადასხვა საკითხებს, რასაც ვეძიები და ჰოროსკოპით ვარ ტყუპები. ეს არის პირველი დამახასიათებელი ჩემი ჰოროსკოპისა. გასაგებია. და თვარით ვერძი ვარ. თვარით შეიძლება სხვა იყოს ზოდიაქოთი, ეგრე გამო თვარით ვერძი ვარ. ანუ ზოდიაქოთი ვარ თხის რქა. არა, მზით. ნახე ზოდიაქო რა არის, იცი? მზე სად ყავს? მზე. შენ მზით ხარ თხის რქა. და მთვარი და სხვა პლანეტებით უკვე სხვა ადგილებში არის. ეგ უნდა გავარკვიო. რა უნდა ნატალური რუქა ძალიან მარტივია. მეც გაგიკეთებ, მაგრამ პროფესიონალები არსებობენ. და სხვათა შორის თუ სწორად გააკეთებ ეს არაფერს არ ცვლის მესმის რომ ძალიან ბევრი ადამიანს არ სჯერა, მაგრამ აი რაღაცებს რომ დაუკვირდი, აი თუნდაც ვიღაც კარგი ასტროლოგი გესაუბრება, ხო? და რაღაცებს გეუბნება, გირჩევს, აი თუ სწორად მოусმენ, მე შემდეგ უკვე აღმოაჩენ ცხოვრებაში, რომ არცვლად ესე არის საქმე, რომ ვთქვათ, ყველაფერი. მე დაგავსაყრელზე არ უნდა გაუშვა. მე საუბრებოდა რაღაცებზე და მე დაუწყე ჯაჟანიც. საუბარი რომ არ მჯეროდა და ახსნა დამიწყო და რაღაც პერიოდში მეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ ეხლა რაღაცას გეტყვიო, ოღონდ არ შეგეშინდესო. აფერისტია ეს. ხო, და მე უყურე. მეთქი მითხარით, რომ მაინტერესებს პირიქით, მე მიყვარს ეგეთ რაღაცები. თან შიშის დროს ადრენალინის რაღაც ხონერად გამოვყვება და ძალიან ისეთი. შიშარა ხარ? არა, პირიქით მიყვარს ეგ ემოცია. და არ მეუბნება რა მაწვალებს და ბოლოს დაგვაჯდა ყვავი სტუდიის სახურავზე. ხო, აი ხო გითხარი. მე გავშიფრე ეგრევე. ჯაჯანიძე სწორი არგუმენტები ვერ მოგცა, იმიტომ რომ იმის მე რამდენი ხანი გავიდა, რაც აქ ჩემს ადგილას იჯდა. დაახლოებით 6 თვე. ხო, და 6 თვის მე ეფსერ მჯერა მაგრამ რაც მითხრა, იდეაში მოხდა ეგეთ რაღაცებიც. ნუ ეს ნახე. საერთოდ არ ველოდებოდი ეკოფანგთან ჰოროსკოპზე თუ ვიზაპარაკეთ. არ ველოდებოდი. კი არ უნდა მოხდეს, ეგ მკითხაობა, ის სხვა რამეა. აჰა, გასაგებია. კარგი. განვაგზავნოთ ახლა ჯობია. შენი აზრით, კარგი ტელეწამყვანი ხარ? ჩემი აზრით კი. ვარ. კი ბატონო. პირდაპირ ეთერში დაჯდეს აბა ბევრი და ყურში სოფო ნიკოლაიშვილი ყავდეს. და მე მაგით განისაზღვრება. იცი რა, ამ უკვე ძალიან დიდი გამოცდილება. 13 წელია პირდაპირ ეთერში ვმუშაობ. ამის გარდა ძალიან ბევრი რამ მაქვს წაყვანილი რა და პირდაპირ ეთერში მუშაობა მით უმეტეს აი ცოტა აკადემიურ საზოგადოებრივი სოციალური ყოველდღიური ток-შოუა ხო? სულ სხვა უნარებს აყალიბებს ახლა ასე მოდურ სიტყვა skills მე ქართული სიტყვები მერჩევნია. რა თქმა უნდა. ინგლისურიც ვიცი, მაგრამ აიც მერჩევნია და სულ სხვა უნარებს აყალიბებს. ეს არაერთ გზის მე თვითონ გამომიცდია სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. აი, რა ვიცი, შეიძლება ხან იყო პირდაპირ ეთერი ხოლმე, ხან არ იყო, მაგრამ აი ბევრჯერ გამომიცდია საკუთარი თავი და აქედან გამომდინარე თავის ქება არ მიყვარს, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან კრიტიკული ვარ ხოლმე პირველ რიგში ჩემი თავის მიმართ. მაგრამ დავრწმუნებული ვარ და რა თქმა უნდა მიხარია ეს. გამოვიდა ჩემგანაც ტელეწამყვანი. რაც გავიგე, ანუ ტელევიზიაში ძალიან კომფორტულად გზნობ თავს. და ყველაზე არაკომფორტულად სად გზნობ თავს? აი მე იგი შეძგილი არ ვიცი. არა. ან დისკომფორტი არ ქონია სად მე? ქონია, რა თქმა უნდა, ალბათ, მაგრამ აი ხლა რომ გავიხსენო, აი რაღაც რომ მახსოვდეს, არა. არა. ადვილად ადაპტირებადი ადამიანი ვარ. დისკომფორტში, ან თქვათ, ვარ სადმე დისკომფორტში, ხო? აი არ მინდა იქ წასვლა რაღაცი აი ხალხი ადამიანები მიყვარს, მაგრამ ყველასთან ერთად ყოფნა, ნუ არ მოგწონს. მაგრამ შემიძლია ეს ყოფილი გადავაქციო ისე რომ მე მომეწონოს რა. აჰა. ადაპტირებადი ხარ ესე. ადაპტირებადი ვარ ძალიან, კი და თუ მოკლედ თან არ გავჩერდები ხა დიდხან სადაც არ მინდა. გარდა ტელეწამყვანობისა, ინფლუენსერი ხარ. ნუ ესე გამოდის. კი, ინფლუენსერი არის,
ანუ გავლენიანი ადამიანი რა საშინელი სიტყვა. რომელსაც ყავს ბევრი გამომწერი და რომელიც სხვადასხვა თავის აუდიტორიას გამომწერებისას ურჩევს სხვადასხვა რაღაცებს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს აინტერესებთ კონკრეტული ინფლუენსერის, ასე ვთქვათ, ცხოვრება, ყოველდღიურობა, ამისთვის არსებობს ჩვენი სტორები, ყოველდღიური, რასაც ვდებთ სოციალურ ქსელში, შემდეგ რაღაც რჩევები, ეს კაია, ის ცუდია, ნახეთ, ეს ვიყიდე, ის წავისვი, ეს წამოვისვი, ის დავლია, იმ აბაზანაში ჩავწექი და ასე შემდეგ. და შენი საყვარელი აპლიკაცია რომელი? Instagram-ი. Instagram. ესე გოგოების უმეტესობას მოსწონს Instagram. ანუ TikTok-ს თუ აღიარებ, ეგ მაინტერესებს. ვაღიარებ, იმიტომ რომ არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა მთელს მსოფლიოში. გააქვს თქვენ ხო? რა დამეხმარეთ ვინმე ამ TikTok-ის მოხოდვაში რა. აი, მავიწყდება, საერთოდ არ მახსოვს რომ არსებობს. იმდენი მარტივად ხო შეგიძლია, აი რასაც Instagram-ში პოსტო. აი არ შემიძლია. ეგ ვიდეოები დადო TikTok-ს. აი არ მაინტერესებს, რომ კი შემიძლია, აი დავჯექი ცოტა ხნის წინ რომ მართლა თან ისეთი მასალა მაქვს რომ TikTok-ში რომ გავარდება ხოლმე შარშა რაღაცა დავდე, აი დავდე, მერე გავიდა 1-2 თვე, შევედი და იქ ხდებოდა უბედურება. ჯერ იმდენი ნახვა ქონდა, ან ყავს ბევრი გამომწერი TikTok-ზე და არც არ ვაკეთებ რა. კი, ანუ შეუძლია ალგორითმა ეს შეუძლებს რომ ჩემი ვიდეო გააგოს. არა, ყველა ქალი მლანძღავდა. ახინჯო, ბებერო. ყველა კაცს უყვარდი ბავშვობიდან თან. მერე უცებ ეს ტენდენცია ხო იყო, მერე უცებ რაღაც ერთ კვირაში ეტყობა დიდი ხანი იყო, იმიტომ რომ ვუყურებდი, მე დიდი ხნის მერე შევედი, ეს ყოფილი დამხვდა და ხო იცი იმ წუთში დაწერილები, მერე რაღაც რამდენიმე week ago, მერე რაღაც შემცირდა დრო, ცოტა ხანში პატარა გოგონები რა, აი რაღაცა 20 წლის. რაიმე პირიქით, მე თვითონ თქვენ აი ვიყო, დიდი რომ ვიქნები, ეკო გამოვიდე, რაღაცა და ძალიან დიდი მადლობა პირიქით ახლა იმათ კი არ ვაშარჟებ, მაგრამ ნუ აი ამბად ყვები, იმათ ყველა სათითაოდ მიწერე რომ თქვენ ხართ არაჩვეულებრივები, ბევრად კაკები, ბევრად ლამაზები, მაგრამ ეს რა იყო ხალხო? სხვათა შორის გეტყვი ახლა TikTok-ზე მოხდები. ქალები და კაცები. ეხლა TikTok-ზე მოხდები. ყველა ძალიან მიყვარს. კი ბატონო. არა, ეგ არის. ეს TikTok-ზე არა, TikTok-ზე. YouTube-ზე გადის. YouTube-ზე გადის, მაგრამ შემდეგ იჭრება და იდება TikTok-ზე. ხო და ნახეთ, თქვენ გაგიმარჯვოთ ყველას. TikTok-ის მომხმარებლებო, მეც მოვალ თქვენთან. კი ბატონო. მე არ შემიძლია ზოგადად ეს რაღაცა ჩხუბი და რაღაცები რო იციან. მე ან ვიწონებ და დავწერ კომენტარს, ან მივდივარ ჩემ გზაზე რა. ხო, ეგ ეხლა რა თქმა უნდა, ცუდი კომენტარები TikTok-ზე ბევრია. ისი ძალიან მეზარება ხოლმე რაღაცა ტექსტები, რაღაცა ჩაწერები და ბუდუბუიცით ეხლა თქვენ მე აი ამას რომ რა ვიცი, რას უნდა მითხრან, მე მაინც ვერ შევ. ხო, მაინც ვერ შეუძლო ვერავის რაღაც აზრს, რაც შეიძლება ჩემი ასე ვთქვათ, სქერიდან გამომდინარე აქვს. ეხლა მე შემიძლია მოვატყუო, ხო? ის ადამიანები ისინი ხვდებიან მაგას შესაბამისად. ხო და ქართული სოციალური სივრცე ძალიან ფაქიზია რა. ხო, მეთანხმები ამაში. ანუ რასაც ფიქრობ და ამბობ. მაგაზე ბევრს ფიქრობ, მე რომ ვიდეო დაიდება და ამას რა მოყვება. არა, საერთოდ არ ვფიქრობ ისეც არაფერს რომ რამე მოყვეს. ხო, მაგრამ არ ვწერ. ჩვეულებრივად წერ. ან პირველი რაც მოგდის იდეა. ხო არ ფილტრავ მე შენ თავთან საკუთარ თავთან და მე ხო ვარდებ ხოლმე ვიდეოებს. იცი თუ მაგრამ ეს სარეკლამო ასაწყობი რა მაგალითად რა თქმა უნდა იმას რაღაც ბევრი ფიქრი ძალიან მეზარება და ეხლა სპეციალური აპარატურის წაღება ტელევიზიიდან სახლში ასე მივაყუდებ ხოლმე სამზარეულოში რომ იყოს უფრო ბუნებრივი მე ეს უფრო მომწონს თუ რაღაც კონკრეტული კონტენტის მოთხოვნა არ არის და დანარჩენ ჩემ პირადს აი უბრალოდ ეხლა დღეს გავიღვიძე რა კაი დღეა თუ რაღაცა ხო სისულელებს ასაც ვდებთ ამას ხო ნუ ამას ავფილტრავ იმიტომ რომ მიუხედავ იმისა რომ დღეში ალბათ 100 სტორის ვდებ Instagram-ზე როგორ წავედი ვარჯიშზე როგორ ვჭამე მე როგორ მივედი ერთი გადაცემა ორი გადაცემა სამი გადაცემა ოთხი გადაცემა მე იქ მაკიაჟი მოვიშორე თავიდან გავიკეთე ის იმან დამხატა მე აქ მოვედი მე მიუხედავ ამისა ჩემი ცხოვრების 90% რეალური მაინც არავინ არ იცის. შესაბამისად, მე რაზეც უნდა ვიფიქრო, რაც უნდა გავფილტრო ჩემს ფიქრებში და ჩემს ვთქვათ, წინადადებებში და ჩემს საუბარში, იმას მაინც არ ვდებ. გასაგები. ანუ 10%-ს ასაჯაროებ.
შენი ცხოვრება. იცი რა, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება 10 არ არის მეტი 10 ისე ვთქვი, მაგრამ ეს არის გარეგანი ცხოვრება. შინაგანი ცხოვრება ჩვენი აბსოლუტურად სხვანაირია. ნუ ყველა ადამიანის ასე ვფიქრობ, მაგრამ ჩემი განსაკუთრებით და იმას არ ვასაჯაროვებ, ხო? ხშირად მოგზაურობ, ხო? ნუ ვცდილობ როგორც მუშაკაცის ბედით მაუძნელია, ხო იცი, დრო როცა მაქვს მაშინ. კი ბატონო. თან ტელევიზიაში ძალიან რთულია, თან შენ იმდენი გადაცემა მიყავს, არ ვიცი როდის უნდა მოვასწრო მოგზაურობ. და ისეთ ასრებ. მაინც ასრებ. და ისეთ ქვეყანაში თუ ყოფილხარ, თუ კი ფიქრია რომ აუ ეხლა აქ დავრჩებოდი. იცი რა, არსად არამდგომებია ესე დარჩენა. თუმცა მიფიქრია რომ აქ კიდევ ჩამოვალ. და ნუ ჩამოსულ არ პატარა რომ ვიყავი ალბათ როგორც ყველა ქართველს ეს არ მახსოვს ბევრად გილას ყოფილა რა რაღაც რომ მოგწონს ხო იცი როგორც ყველა ქართველს უნდა და იტალიაში და ყველაფერი კარგი ვისწავლე ეს იტალიური მე თვითონ ვისწავლე იტალიური ხო მე თვითონ არა კაცო მასწავლებელთან დავდიოდი და მაშინ იყო რაღაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ქონდა რაღაც პროგრამა და რაღაც პატარა კონკურსი იყო იტალიურ ენაში, გრამატიკა რაღაც ისეთი რა, ანუ რთული ძალიან არა, მაგრამ ნუ კონკურსი იყო მაინც და იქ თუ გაიმარჯვებდი, შემდეგ დაფინანსებით მიდიოდი სხვადასხვა ყოველ წელს სხვადასხვა უნივერსიტეტში იყო, ასე ვთქვათ, სწავლა. მოკლედ, ეს რომ ვიცოდი, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი იყო წასული, ერთი ქალბატონი კორა იყო ფანტასტიკური ქალი, საოცარი ოჯახი იყო, მინდა გავიხსენო ახლა თუ შეიძლება. ახლა რომ ბანკი არის, არ ვიტყვი რეკლამაში რა ჩაგვითვალოს, მაგრამ ესეთი შენობა რო არის, დიღომიდან რო შემოდიხარ, ხო მიხვდით, ესეთი შენობა როა, პირველი საბჭოთა კავშირის შენობა, მაგ ესეთი უცნაური დიზაინის ვერ მიხვდით? სანაპიროზე რომ არის? ხო, სანაპიროზე, აქედან მივიდეთ მარჯვენა მხარეს. ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს პირველი ასეთი შენობა საერთოდ რა და ნუ აი მართლა ყველა ძველ იმდროინდელ წიგნში იბეჭდებოდა ბატონი გოგი ჩახავას დიზაინით და არქიტექტურით იყო და იმ ოჯახში დავდიოდი იტალიურზე. მისი მეუღლე იყო ქალბატონი კორა, ეს ყველაფერი მე თვითონ გავარკვე რაღაცა 20 წლის ასაკში ეს მასწავლებელი და ისე მასწავლა ქალბატონმა კორამ მალე იტალიური ენა რომ გავიმარჯვე ამ კონკურსზე წავედი და ვსწავლობდი პერუჯის იქაც რაღაც მესამე კურსზე იქაც რო ჩავედი გამოცდა მქონდა და პირდაპირ მესამე კურსზე აღმოვჩნდი პერუჯის უნივერსიტეტში ენისა და კულტურის ფაკულტეტზე და შემდეგ აი ეს იყო პირველი ის რომ მინდოდა რომ ჩემით დამოუკიდებლად სადმე წავსულიყავი. პირველი ასე ვთქვათ რაღაცა ოცნებასავით რა, ბავშვური. და შემდეგ მერე უკვე იქიდან რომ დავბრუნდი, მინდოდა სხვათა შორის რომ აქ უნდა ჩამოვიდე, აქ უნდა მე კიდე ვისწავლო, კიდე ვიმუშაო და ასე შემდეგ, მაგრამ წახვედი ესპანეთში შემდეგ, ხო? არა, ესპანეთში არსად არ წავედი საცხოვრებლად და სასწავლებლად. ხო, ანუ სხვაგან. ნახე შენ ქვეყანაში გინდა, ყოველთვის ცხოვრება სხვაგან არ წარმოგიდგენია, მე იქ მაინტერესებდა. მაგ პასუხს ველოდი. მე ყველაფერი წარმომიდგენია საერთოდ. ანუ ძალიან დიდი ვარ იმისთვის, რომ რამეზე ვთქვა, რომ ამას ვერ წარმოვიდგენთ, ხო, ყველაფერს წარმოვიდგენ, მაგრამ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რაღაცები მინდა. მესმის. ბევრჯერ მიფიქრია, რომ აი რატომ თქვათ არ წავედი, ბევრი მართლაც რაღაცნაირი საოცარი შანსები მქონია რა, მაგრამ ნუ ალბათ ასე იყო საჭირო და ძალიან ბედნიერი ვარ, სადაც ვარ ახლა. ეგ არის თავარი. რა თქმა უნდა. თავარია ბედნიერები ვიყოთ. ეს არ დამლია მაინც ტიქტოკერები სადღეგრძელო. და რა მაინტერესებს იცი? აი ოცნება არის რომელიმე შენი ოცნება თუ არის რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობა. და როდის აიხდნენ თუ აიხდინე უკვე? ოცნებას ვერ დავარქმევ ახლა ესეთ დიდი სურვილი, რომელსაც აუცილებლად ავიხდნენ. ძალიან მინდა და არ ვარ ნამყოფი ბალიზე, სალიკო ბერგერი არის ახლა იქ და ვეუბნები რომ არ ჩამოხვიდე, მე ჩამოვალ ახალ წელს ერთი კვირით რაღაცებს წერ ყოველ დღე. მან დაცრის ამბები მართალია? სანამ ბალიზე წახვალაცრები უნდა გაიკეთო? დაცრის გეშინია, ანტივაქსერი ხარ? არ ვარ ანტივაქსერი, ნემსის მეშინია. მე რომ ალაიზიაში უკანასკნელ კონგრესში წასული მონაწილეობდი, მაშინაც ბევრი აცრა გამიკეთეს. ბევრ ესეთ ქვეყანაში ალბათ არის ბალიზეც, რა ვიცი, ხა ინდოეთში მაგალითად იმდენად რას იკეთებენ, რომ სხვა რაღაც ისინი რო არ დაგემართოს რა ინფექციური დაავადებები. და კიდევ მინდა არ ვარ ნამყოფი იაპონიაში, იქ ახლა გიორგი კალანდია არის დამპალი.
და აი ძალიან ბევრ ქვეყანაში მინდა რაღაცა მით უმეტეს რაც უფრო შორს არის ჩვენგან ახლოს რაც არის ყველაფერი ნანახი მაქვს რა ასე ვთქვათ ევროპაში თითქმის ყველა ქვეყანაში ნამყოფი ვარ და აი იაპონიაში მინდა, ბალიზე მინდა და ბრაზილიაში მინდა. არგენტინაშიც მინდა. მექსიკაშიც. ესე რომ რჩები დილამდე გასაგებია. ხო, ნუ აი რაღაცა ესეთი ქვეყნები მომწონს. წარმოშობით სვანი ხარ? წარმოშობით არა. სვანი ვარ, ყველაფრით. და მაშინ მე ძალიან ფრთხილად კითხავ, სვანეთში თუ ხარ ნამყოფი? შემო. მეწოდება ჯერ 25 წელს არ როგორ გავიგდო ხა კამერების წინ. საერთოდ არსად არ მიყურებ? კი, გიყურებ, როგორ არ გიყურებ. და სპეციალურად გითხე. მაინტერესება რეაქცია, მაინტერესება. სვანეთში სულ დავდივარ ყოველ წელს, სხვათა შორის როდესაც ვიყავი ძალიან პატარა, სადღაც აი 10-12 წლამდე მაქსიმუმ, მაშინ მივყავდით ხოლმე მამა ჩემს ყოველ წელს, მე დედა ჩემი და ჩემი ძმა დაგვტოვებდა იქ და ვიყავით ესე ერთი თვე ან რაღაც. მაშინ იმდენად ვერ აღვიქვამ რა ბავშვი რო ხარ. შემდეგ დიდი ხანი არ ვიყავი ნამყოფი და აი ბოლო წლები უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც გავიზარდე მე თვითონ და უკვე სადაც მინდა მივდივარ და მოვდივარ, ყოველ წელს დავდივარ სვანეთში. მართლა ისე მიყვარს. აი ვერ წარმოგიდგენიათ როგორ მიყვარს. მე ნანახი მაქვს, როგორ ესაუბრებოდი ვალალო კოპალეიშვილს. საკვარენ ვარსკვლავების დროს სვანურის ტურზე ჩემი ვალალო როგორ მასახელა როგორ მე ვიყავი ისე დაემუქრე გასახელებდა ცეკვავე ვარსკვლავებში მე ვიცეკვე სვანური მე როგორც მახსოვს მე მგონი არავის არ უცეკვია ან არ მახსოვს რა შეიძლება სწორად თუმცა მაშინ მითხრეს რომ მე ვიყავი პირველი ქალი ვინც დიდ სცენაზე იცეკვა არა გადაკეთებული, ანუ არამედ ნამდვილი ტრადიციული სვანური ცეკვა, იმიტომ რომ ქალები არ ცეკვავენ სვანურს, კაცის ცეკვა არის და მთელი ცეკვა, რაც არ უნდა მეცეკვა ცერზე, ისიც ვიცეკვეთ ცერზე, წარმოიდგინეთ. ხო და ნუ ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჯერ ქართული ტური ყოველთვის მნიშვნელოვანია, რაღაცა მოხსნილია ყველა რეკორდი, მე მგონი, საერთოდ სოფლიო ცეკვავენ ვარსკვლავების. და ეხლა ვალალოს რო უნდა ეცეკვა და როგორ უყურებდი ეს ემოცია ხაც მახსოვს მეგონა რომ მე ვიცეკვა ხასიათი დრო დადგა ჩემი ვალალო ძალიან მაგრა იცეკვა გამახარა კი ბატონო და არის რაიმე სვანური ტრადიცია რომელიც არ მოგწონს არის საშინელი ტრადიცია სისხლის აღების რომელიც ჩემთვის არის წარმოუდგენელი რამ ძალიან მძიმე არის ეს ყველაფერი სამწუხაროდ დღემდე არის სვანეთში ეს მე მახსოვს წლების წინ პატრიარქი იყო ჩასული გვარებიში არიგა შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანეს ეხლა არ მახსოვს ზუსტად რომელი წელი იყო მაგრამ სადღაც დიდი ალბათ 90-იანების ბოლოს აი შეიძლება რაღაც ესე შეიძლება ვცდები წლებში არ მახსოვს დამამძიმებელ გარემოებად კონკრეტულად სვანებისთვის და ხევსურებისთვის მკვლელობა სისხლის აღების მოტივით რა იმიტომ რომ იქ რადგან უკვე ტრადიციაა ნუ ამის ჩახშობის მიზნით ძალიან ცუდია რა აი ეს არ მომწონს თორე დანარჩენი ყველაფერი მომწონს და შენი საყვარელი სვანური კერძი რომელია თაშმიჯაბი ნახეთ მე ვარ სოფელ წვირმიდან რა ბაბუა ჩემი იყო სოფელ წვირმიდან ეს არის ზევი ძალიან ნამყოფ ხარ სვანეთში კი მესტიას არ გავს დენელონ ესე ვთქვათ მე არ ყოფილ ხარ აბა სვანეთში ხო ზამთარში ვიყავი და მესტიამდე მივახცი ესე ვთქვათ მე ვეღარ ხო ნუ მოკლედ ეს ზევით არის უფრო აი უშკურის გზაზე არის და თაშმიჯაბი იქ აი იქით ამხარეს ეძახიან მერწს და მერწს მოკლედ ორი სახელი აქვს რა ჩვენ ხო ვიცით ყველამ თქვენ რომ თაშმიჯაბი არის აი თქვათ კარტოფილი პიურესავით ყველთან ერთად ხო ელარჯივით ხო აი მე მეგრული ჩავრთე ხა ელარჯივით არის და მაგით არა სხვანაირი არა ელარჯივით ყველი და კარტოფილი არის და იქ არის ღომი და ყველი არა იქ ღომი და ყველია ხო მაგრამ გავს მასით არ გავს იმიტომ რომ დამამთავრებინე ხო
მეორე არის ფქვილი. აი ფქვილიც აქვს შერეული რა, ფქვილი და ყველი. ამას ეძახიან სვანეთის ერთ ნაწილში მერწს და ჩვენთან პირიქით ის არის თაშმიჯაბი, მოკლედ იცვლება რა. ხო, ძალიან ეგ მიყვარს. და ნუ ჭიშტვარიც მიყვარს. ჭიშტარი არა? არა, ხო. ჭიშტვარი. კი ბატონო. ფეტვის. როგორც ვიცი, ვეგეტარიანელი ხარ. დიახ. ამის გამო თუ გიგამათია ვინმესთ? არა. არა? რატომ უნდა ვეკამათო? ხო, ნახე, ანუ ვეგეტარიანელი ხო ხდები? რამდენი ხანია რაც ვეგეტარიანელი? აი თითქმის 3 წელია. და როგორ მიიღე გადაწყვეტილება, რომ ვეგეტარიანელი უნდა იყო? მე ვარ მეცხოველე. ესეც სიტყვა არ არსებობდა და მე მოვიფიქრე. ცხოველთა მცველი, ყველა ცხოველის მათ შორის და ძალიან მიყვარს. ყველა. მათ შორის და დიდხანს მიჭირდა რა, აი ძალიან მიჭირდა და ჩემი ყველაზე საყვარელი საკვები როგორც ჭეშმარიტი სვანის იყო ხორცი. ოღონდ აი ესე ხორცი კი არა. ხორცი რა, ესეთი კაცური კერძებით და ეხლა ვიცი, ეხ გარეგნობით არ მეტყობა, მაგრამ აბსოლუტურად სხვანაირად ვიკვებები, ვიდრე მეტყობა. და აი თქვათ დედაჩემთან როცა მივდიოდი ხოლმე, აი კარს რო გავაღებდი, დედა ხორცი გვაქვს და ხო იცი დედაჩემი სპეციალურად მიმზადებდა ხოლმე ესე რაღაც რამდენიმე კერს, მაგრამ შემდეგ ამაზე ძალიან წუხდი, ვღელავდი, რაღაცა მიჭირდა ეს ყველაფერი, მაგრამ აი ვერ წარმომედგინა თან რა უნდა მეჭამა. მეგონა რომ დღე და ღამე შიმშილით მოვკვდებოდი. მაგრამ ნუ ერთხელაც ესე მივიღე გადაწყვეტილება კვლავ სვანურად, რომ მე აღარ შევჭამდი ხორცს და აღარ მოჭამ. არ გაგიჭირდა? შეგუება ადაპტირება. იცი რა, თავიდან კი ვერ ხვდებოდი, თქვათ აი რა უნდა ვჭამო. თუმცა ისე ჩვეულებრივად ანაცვლებ ყველაფრით. აი ხო ვერ წარმოგიდგენი ალბათ. თუ საიდუმლო რა ეხ დღის რაციონი რა არის? ყველაფერი ხორცის გარდა, ყველანაირი ძის პროდუქტი. აი დილით მაგალითად შუა დღესაც მიირთმევ. მაგალითად დილით მივირთმევ, ნუ ყოველთვის ერთად არ მივირთმევ, მაგრამ ძირითადად რა, კვერცხს ვჭამ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ცილა ყველა სჭირდება და მე განსაკუთრებით რაღაცები მჭირდება, იმიტომ რომ ხორცის არ მიღების შემდეგ ცოტა იცვლება რა, ანალიზებში რაღაც სისხლის შემადგენლობები. კვერცხს მივირთმევ, ბოსტნეული მიყვარს, პომიდორი, ავოკადო, ეს დილას, რავი, ყველი, პური, კარაქი, რა ვიცი, ბევრი რამ არის. შემდეგ უკვე დღის განმავლობაში თევზს ვჭამ, ხორცს არ ვჭამ მარტო. ანუ მე ვარ პესკეტარიანელი. ეს სიტყვა ბევრმა არ იცის. არის, ნახეთ, რამდენიმე პესკეტარიანელი, ვეგეტარიანელი და ვეგანი. პესკეტარიანელები ვართ, ვინც მხოლოდ ხორცს არ ვჭამთ, თევზს მივირთმევთ და რძის ნაწარმსაც. ვეგეტარიანელები არ მიირთმევენ ხორცს და თევზს, თუმცა მიირთმევენ რძის ნაწარმს და ვეგანები საერთოდ არ მიირთმევენ, მარტო აი ვთქვათ მცენარეულ და რაც ამოდის ან ხეზე ან მიწაში ესეთ პროდუქტს რა. მე ვარ პესკეტარიანელი, ანუ თევზს ჩვეულებრივად მივირთმევ და ეს ყველაფერს ვჭამ, ფუნთუშები მიყვარს, ხაჭაპური მიყვარს, შენ ფიქრობ ალბათ ეს თან დიეტაზეო, თავი ეს უბედურიო, არაფერიც ეგეთი არ შეგეშალოს. ძალიან კარგად ვიკვებები. მე რაც ვნახე შენი ისტორიები, სულ ვარჯიშობ თან. ხო. აი ვარჯიშის დროს ენერგია რო გჭირდება, ეგ მაინტერესებს, ანუ მაგ ენერგიას როგორ იღებ? ცილა გასაგები. ენერგიას გაძლევს ნახშირწყლები. ანუ შენ თუ გინდა რომ ენერგია გქონდეს ვარჯიშზე, უნდა მიიღო მანამდე, უნდა მიიღო ნახშირწყლები. ნახშირწყალია ახლა ტორტიც, ტორტი არ უნდა მიიღო რა. ციციბურა მაგალითად. ხო, ციციბურა, ბევრი რამ არის, რთული ნახშირწყლები უნდა მიიღო და შემდეგ უკვე ცილას იღებ ვარჯიშის მერე. მე ჩვეულებრივად ვიღებ ყველაფერს ენერგიისთვის, ამჭირდება ქათმის ხორცის ჭამა. აბსოლუტურად. ხო და ნახე, ძალიან ბევრს ვარჯიშობ. და მე კიდევ ერთხელ განმეორდები, შენ და გრაფიკიც მომწერე. მან ძალიან რთულია ჩასვა ვარჯიში. არა არის რთული. ანუ ვარჯიშს როგორ უდგები, ეგ მაინტერესებს. მე ჩემს გრაფიკს ვაწყობ ვარჯიშზე. აჰა. კაიკე. ძალიან კარგია. აი ნებისმიერ თქვა ეხლა. მაგრამ ნახე ვარჯიშსაც უნდა ნებისყოფა. მე ხორცი, რომელიც ჩემი მამოძრავებელი იყო და ფერიტილი დამივარდა, აი ჩემი სუნთქვა, ჟანგბადი იყო, ის ერთ დღეში არ ვჭამე. ესე ვთქვი და არ შევჭამე. ეხლა მივხვდი როგორი ნებისყოფა მაქვს. ალკოჰოლს დუსვამ ხოლმე. კი. ხშირად? არა. როგორი სიმთვრალე გაქვს? გადასარევი.
არავის არ ურეკავ. ხო, არავის არ ურეკავი, უნდა მეკითხა ვის ურეკავ. აი ასე. მე არ ვარ ეგ. მე მაგნაირი. ადრე ხო, მე არ ვიცი რასი ფიქრობს ხალხი, მაგრამ ადრე უფრო მეც სვამდი სხვათა შორის ბოლოს. ცოტა შემაწუხა კუჭმა. ხო, მაგის გამო. დესვავდი. მივედი ექიმთან, აი ესეთი ვზივარ და მიყურებს ახლა ეს ქალი და უჭირავს ახლა ჩემი ანამნეზი და აი მე ხო არ მჭირო ეს მართაშენიო. დიახ, მეთქე რა ვიცი ეს გამომატანეს თქო და აქ უნდა იშდეს ოკაციო, ესეთიო ცხვირმა გაწითრებული და უცოს რო ესე იფხანს ხო იცი აქედან. ნუ მე უთხარი ესე გამოვიდა თქო, მაგრამ ახლა დრო აღარა მაქვს. რას ვწოვდი ხო? რას? არახს. არახს? და ჭაჭას. ჭაჭას? ჭაჭას. ჭაჭა. მაგრამ ნახე მერე კიდე იცი რატო აღარ სვამ არ მაქვს მაგის დრო მეორე დღეს აი ლოთები ხნეთო გადავარჩინები აღარ დავლება ესე ვიყავი ხოლმე ხო არ გჯერა არა აი ჩემ მეგობრებს ერთხელ ჯგუფში მივიწერე რომ ეხა მეთქი რაღაცა გადაღება მქონდა და ეხა მეთქი იქ წამოვდგე ფეხზე და მე რამდენიც წერო იცი მაგასო და აი მაგის შემცხვა ესე იგი ჩემს სიტყვას არ ვასრულებ ეხა წამოვდგე ფეხზე და აღარ დავლებ თქო რა მოკლედ ამ პასუხს ვცულობდი და შემახსენეს რომ ეს ბევრჯერ არ შევდი მე ხო და ეხა მე უკვე მე ბახუსის და ზაპოი მეტი კილომეტრი არა მე რაღაცა შავი ჩაი რაღაც საჭმელები მქონდა დამუყამებული ну ეხა ცოტა ვუტრირებ რა თქმა უნდა მაგრამ დანჩეს მე გაიჩება კამერები მე მოგიყვებით არა ну უბრალოდ რაღაცა ესე მომწონდა ეს მდგომარეობა იმიტომ რომ შეიძლება არ მეტყობა მე ვერ ვიტან თვრალ ადამიანს ну არ მომწონს რა ხნა რაღაც რო შევდება ხალი კაცი მე უბედურება ეს გოგოები რო ტირიან მაკიაჟი რო ერევათ ქუსლებით ხდებათ ფლას უბედურება ხო და რაღაც ეს მომენტი არასოს არ დამდგარა ჩემს ცხოვრებაში. პირიქით ბედნიერი, გარეთ მართლა ომი რო დაწევლიყო, საერთოდ არ მაწუხებ და მე ვიყავი ბედნიერი, ლაღი და აბა რა ვიცი, მიმღეროთ ვიცეკოთ ლექსები წავიკითხოთ. სპორტზე ძალიან ბევრი ისაუბრე. და ფეხბურთს უყურე. შენ ვისაუბრე ბევრი, არ მაცადე იმდენი მინდოდა. ვუყურებ ფეხბურთს 8 წელი და ყველაფერი ნანახი მაქვს, რაც მე 8 წელს ვიყავი, ყველაფერი საყვარელი კლუბი. თბილისის დინამო. კი ბატონო. საერთაშორისო ამჯერად PSG ვარ ცხოვრობ. ამჯერად იცვლი ხოლმე კლუბებს? რა თქმა უნდა, ჩვენები სადაც მოდიან დავყვები მეც ესე. ვალენსია და PSG-ზე ვარ. ვალენსია? ვალენსია უკვე აღარა. ვალენსია გიორგის ამბავში ქონდა ადრე. მამარდასი. ხო. ეხა უკვე ლივერპული. მაგრამ არა, ლივერპული მართალი ხარ, მაგრამ მაინც ჯერჯერობით იქ ჯერ ისე ფეხი მოკიდებული არა აქვს, მაგრამ მოკლედ ეხა ვარ PSG, მანამდე ვიყავი ბატონო, იტალიაში რო ვიყავი, მაინც გაი. ოჩახ. 7 წლიდან. მე US-ი ვიყავი სულ, კალარო თამაშობდა მილანში. ხო, მაშინ რო რა თქმა უნდა, Forza Milan, მაგ პერიოდში სწავლობდი მე იტალიაში და მე რა ამბავი იყო. US ფანი რატო იყავ? მაგედიჩი. ეს US ფანი ჩამოგითვალო? ფეხბურთელები? ხო, მაგრამ ნახე. ჩემპიონთა ლიგით რო შევაფასოთ. ბიჭო, მე რო US ფანი ვიყავი, შენ მაშინ საერთოდ იყავი? მე მაშინ არ ვიყავი დაბადებული. ეხლა რა თქმა უნდა, მე რა ნახე, თუ ხარ ერთგული ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს? ანუ გიყვარს კლუბი, ეთაყვანები, გადის წლები მისი ერთგული ხარ. აბა ეხა ის წააგო, ის მოიგო, მაგითი არ არის სიყვარული. მაგითი არ არის გულშემატკივრობა. მაგითი გეთანხმები, მაგრამ სულ მილანის ფანი იყავი? რამხელა ჩავარდნა ქონდა მილანი. 7 წლის ვიყავი. ხო და მე რატო? გადახედე ეხა ჩემპიონთა ლიგაზე კი იყო რამდენჯერ ჩემპიონი, რამდენჯერ არ იყო და არაფერი არ იყო. ხო, არა, კი, რა თქმა უნდა, მქონდა ჩავარდები, მაგრამ მე ზუსტად მაგაში მგონია ერთგული გულშემატკივრობის მუღამი ესე ვთქვათ, რომ ჩავარდნის დროსაც გუნდის გულშემატკივარი ხარ. ხო და მე მოკლედ სულ ვიყავი US-ი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, საერთოდ ყოველთვის გულშემატკივრობდი იტალიურ გუნდებს, ეხლა რამდენი ვილაპარაკე ამაზე, ინტერი, აი ყველა ძალიან მევასებოდა, ასე ვთქვათ. აი ყველაფერს უყურებდი რა, ფიორენტინა და აი იცი როგორ სერიას მაყურებელი ხარ ესე იგი. აბა? ძალიან. სულ ეხლა არაფერი აღარ მაინტერესებს ხალხო, მარტო ქართველები მაინტერესებს ეს რა ბედი სამწუხარო წელს ცოტა ცუდი წელი გამოდგა ეხლა იმ დღესაც ვინერვიულე გუშინ რა ვიცი. გუშინ ბულგარეთთან ყალიბდება გადაცემა. ხო.
მაგიტო არ ვთქვი რა ვიცი რომ მე რო გადის ხო და მაგრამ მაინც იესქნეს ჩვენმა ბიჭებმა რომ უკვე გულშემატკივრობთ სულ ქართველებს გუნდებსაც ქართველები არიან და ასე სპორტინგი იქით ანუ ძალიან ბევრია ბოტფორდი და ძალიან ისეთი გუნდებია რა შალკეში რო თამაშობდა კობი გულშემატკივრობდი შალკეს და იმდენჯერ ვარ მაგ თამაშზე ნამყოფი ვერ წარმოგიდგენიათ და რა ვიცი ესე ჩვენს ქართველებს და ჩემს მეგობრებს ყოველთვის გულშემატკივრობდი თუმცა ნუ ეხლა ვარ პესეჟი აღარ მაინტერესებს რა ვქნა ხა ბოდიში მაგრამ ზოგადად სპორტი ისე მიყვარს რომ ერთხელ ოლიმპიადა იყო და აი გათენდა ტელევიზორი მქონდა საძინებელში ჩართული და გათენდა და მივხვდი რომ აი ბაძროს ტყორცნაში ყურებაში გავათენე ღამე მართლა აი იმდენად ჩამთრევია ჩემთვის აბსოლუტურად ყველა სახეობა ბაბუა შემაყვარა სპორტი და ჰოკეისაც ვუყურებდით ხოლმე რა აი ძალიან პატარა ვიყავი რომ ვუყურებდი ჰოკეის მე მგონი არავინ არ უყურებდა მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ნუ ესე ნაკრები ისეთი ყავდა სოფლიო ჩემპიონატზე ისევ გათენება იმიტომ რომ ამერიკაში ტარდება არა უშავს გავათენებს სოფლიო ჩემპიონატის ყურება არ ვიცი როგორი იქნება ის ატმოსფერო მგონია რომ იყო ჩვენ ქართველები ყოფილიყვნენ და საერთოდ არ დავიძინებდი სანამ იქნებოდა ჩემპიონატი იმ დროს დარწმუნებული ვარ რა ბედნიერი ვიყავი შარშან ერთი თვე ვიჯექი იქს ვიჯექი ხო ნახე ახლა კაი თემასთან მივედით ეხლა რაც ხდება აი გულშემატკივრების მხრიდან რა სიტყვია ამ ყველაფერზე მე ძალიან არ მომწონს მაგალითად მატჩზე დასწრება რო არ ხდება მოხდა ეხლა სტადიონი არ შეივსო სად როცა თამაში ჰქონდა ბოლო ესპანეთს ბევრი ბილეთი სპეციალურად არ იყო გაკიდული რა არ შეივსო მე ვიყავ სტადიონზე სავსე იყო რამდენიმე არ იყო იქ ერთი ნაწილი ცოტა ავარიულიც ხო არის და ერთი აი აქეთ ამხარე მომგო რაღაცა უსაფრთხოების მიზნით რა ჯერ ერთი რამდენჯერ ჩახტნეს სტადიონზე და დარბიან გამოაცხადეს კიდევაც ძალიან დიდი რაოდენობა დასწრების გასაგებია მაგრამ მე რაც ხდება იმაზე მაქვს საუბარი თუ შეგიმშნევი არ ვიცი ანუ ბიჭებზე რაღაცა ითი მოდის ეხლა არ არის გულშემატკივარი ხო აი მე მაინტერესებს არ არის გულშემატკივარი მე მაგას გავუსვი დასაწყისში ცხელზე რომ ეგ არ არის გულშემატკივარი ეგ არის ადამიანი თავისი დროებითი ემოციებით დროებითი აზრებით დროებითი რაღაცა სიყვარულით დროებითი პატრიოტიზმით ესეთი თვისებები როდესაც არის დროებითი ბუნებრივია რომ ეს არ არის გულწრფელი ბუნებრივია რომ ეს არის აყოლილი ფეხის ხმას ბუნებრივია რომ ეს არის ყველაფერი სხვის დასანახად გაკეთებული და ასეთი გულშემატკივარი რაში გვჭირდება ზურგით რომ დგებოდნენ აი მე ზურგით დავდგები ზურგით რომ დადგენ მაშინ მოიგეს ეხლა ტყვა აღარ იდგნენ და დათარსეს ზურგით შეტრიალდით არა ყოველთვის არის მომენტები როდესაც არ არის ისე ყველაფერი როგორც გვინდა მაგრამ ბიჭებს აქედან წარმატებები ანუ წარმოუდგენელია ისე მადლობა იმისთვის რაც ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეს წინა წელს და არასოდეს არავის ჩვენთვის ქართულ ამდენი ემოცია კი რა თქმა უნდა საოცარი სპორტსმენები ყავს ეხლა ჯიუდოისტები რებს აკეთებენ ბიჭები გოგოები ოლიმპიური ჩემპიონები ყავს ძალიან ბევრი მაგრამ გუნდურ თამაში ამდენი ემოცია ჯერ ფეხბურთი სულ სხვა სპორტია ვეთაყვანები ყველა სპორტს ვეთაყვანები რაგბს მაგრამ ნახეთ რომ შევადაროთ თუნდაც რაგბის სოფლიოში ბევრად ცოტა ქვეყანა თამაშობს ბევრად ნაკლები ინტერესია მაყურებლის მხრიდან ცოტა ქვეყანა თამაშობს ცოტა გუნდია კონკურენცია შესაბამისად უფრო პატარაა ფეხბურთს თამაშობს ყველა და ყველაფერი ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს ეს ამას ვამბობ ხალხო მე რომ დინდელი ასაკიდან იცით სპორტზე ვამბობდი მე ნუ უფრო მეტად ფეხბურთზე და ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლოს იმის FIFA-ს ის იყო რა სლოგანი მომპარეს ხო და ანუ მაგას ვიძახი რომ ყველა სპორტს ვეთაყვანები მართლა რა მაგრამ არის უფრო დიდი კონკურენცია უფრო ნაკლები კონკურენცია ხო ბუნებრივ ჩემ მოგონილი არ არის ეს და ამ ადამიანებმა შეძლეს ის აი ამ ნაკრებმა არა მხოლოდ ნაკრებმა სანაკრებო უბრალოდ სამწვრთნელო ჯგუფმა ფედერაციამ ნაბიჯ ეს ყველაფერი ძალიან დიდი შრომის შედეგია ისე არ ხდება ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ნაბიჯ ამდენი შრომით ესეთი სულისკვეთებით და მიზანსწრაფვით გააკეთეს ის რომ ამხელა ემოცია ვისაც ფეხბურთი მართლა გულწრფელად უყვარს აი ჩემნაირ ადამიანს 8 წლიდან რომ ფეხბურთს ვუყურებ და ჩემთვის ყველაფერია მართლა ყველაფერია ფეხბურთი ფეხბურთთან შედარებით არაფერი არ არის
ჩემთვის. აი, ასეთი ემოცია არასოდეს არ მქონია და რამდენი ვართ ასეთი, ხო? და რაღაცაერთ ყოველს ერთმანეთი გუყვარდა შარშან. რა კარგი იყო გუყვარდეს ისევ რა. წარმატებები ბიჭებს, მაგიდან მაგის გამინდოდა და დარწმუნებულია რომ ძალიან მალე მოხდებით სოფლიო ჩემპიონატს ძალიან მალე რა შემდეგ უთხოს. შესარჩევში ვერ გადი, იტალია ვერ გავიდა შესარჩევში ერთი წუთი შარშან. ხო, და მე ძალიან მოვიდა ჩემპიონი რო გახდა და მე რო ვერ გავიდა. 2009 წელს ჩემპიონები რო იყო. მარჩელო ლიპი. ბოლოში გვაქვს ეგეთი რუბრიკა. ტოპ 5. მე მაინტერესებს შენგან რადგანაც ამდენი ისაუბრე სპორტზე, ტოპ 5 სპორტსმენი. ეხლა ტენდენციური ვიქნები თუ არ ვიქნები, არ ვიცი, მაგრამ მე მყავს ქართველი სპორტსმენები, საყვარელი სპორტსმენები და ისინი მთელი მსოფლიოს საყვარელი სპორტსმენები არიან. როგორც მოქმედი სპორტსმენები, ისევე უკვე ვეტერანები. ეხლა ჯერ მარტო ფეხბურთს რო თავი დავანებოთ. ჩემმა გოგომ ეთერ ლიპარტელიანმა რაც ქნა და რაც ჩაატარა, ნუ იქ ბექაური, მოკლედ ძალიან ბევრი მართლაც საოცარი სპორტსმენი ყავს ქართველი, მაგრამ 5-ში ვერ ჩავეტევი. ამიტომ მოდი არ გვინდა ქართველები, კარგი? თუმცა ჩემი საყვარელი სპორტსმენები არიან იყვნენ და იქნებიან სულ ქართველები. მაგრამ ახლა ვთქვათ, დავასახელოთ და კარგი გამოსავალი იყო. ხო, იმიტომ რომ ვერ ჩავეტევი ამ 5-ში. ფერავის ვერ ვაწყენინებ. მართლა ჩემთვის ნუმერო უნოები არიან ყველა თავის საქმეში და ამიტომ ვთქვათ, უცხოელები ყველა დროის, ნუ ფეხბურთში იმდენი მყავს. ფეხბურთს ხო რა ირჩევ თუ ავურებ რა ფეხბურთში იმდენი მყავს თუნდაც უცხოელებში არც 5 მეყოფა არც 25 ვისაც დავასახელებ შეიძლება ზოგიერთისთვის სხვა უფრო მაგარი იყოს მაგრამ ხო არის რაღაცა პირადი სენტიმენტები რა ამიტომ პირველი ნუმერო 1 ჯანლუიჯი ბუფონ ეს ახლა ამაში ვერავინ ვერ შემედავებით გარდა გიორგი მამარდაშვილის კი ბატონო მეორეზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, აი ძალიან ბევრი ვიფიქრე, იმიტომ რომ ესე იგი ჩემს გულში ბევრ ფეხბურთელს ქონდა კონკურენცია ამ მომენტში, ეხლა სანამ კითხვაზე პასუხს გავცემდი, მაგრამ მაინც ალესანდრო დელ პიეროს ვიტყვი. მესამეს ვიტყვი რონალდოს. მესის ფანებმა დავქნა. კრისტიანო რონალდოზე საუბარ, ხო? ადამიანი, რომელიც არის უდიდესი შრომის მოყვარეობით გამოირჩევა და ძალიან ცოტა ვიცი მე მსოფლიოში ასეთი შრომის მოყვარე. თუმცა ნიჭიერებით გიორგი ქინქლაძე მას უტოლდება, ეგეც იცოდეთ. აი, ოღონდ არ არის ისეთი შრომის მოყვარე. კარგი შედარება. კი, ნამდვილად. ძალიან მაგარ სპორტსმენს გამოვარჩევ, უმაგრეს, რომელმაც დადო ეპოქა, აირტონ სენა. მე ყველა ხო გითხარით აბსოლუტურად ყველა მიმართულება მიყვარს და ნუ კალათბურთელის დასახელებას ვაპირებდი, მაგრამ აირტონ სენა მაინც თავისი ტრაგიკული სიკვდილით, თავისი მთელი ამ ისტორიით ფორმულა 1 ზოგადად არის ერთ-ერთი ყველაზე გლამურულ სპორტად ითვლება და აუ არ მყოფნის 5 აი კიდე მინდოდა რა ვიღაცა მეგონა ნუ არ მყოფნის და რა ვქნა და სერენა უილიამს დავასახელებ. მე არ ვიცი სამწუხაროდ. დედა რა სიცხულია, ვითომ ეს არ უთქვამს. ჩოგბურთელი ხალი როა, დები, შავები. მაინც სერენა უილიამსი უნდა იცოდე. დები, შავები. კაი, მანახეთ მე, ბოდიში. კაი, ეს ვითომ არ უთქვამს. სერენა უილიამსი იმის გარდა რომ ეს ქალი არის ერთ-ერთი ისტორიული ჩოგბურთელი, მე ხშირად ვითვალისწინებ ხოლმე, ანუ ამ ადამიანების ცხოვრებას რა. აი ბევრი რამ ვიცი სერენა უილიამსზე და ძალიან მაგარი ქალია. სიტყვაზე მენდე თუ არა და დაგუგლე. ძალიან მაგარი ქალია და რა თქმა უნდა, ქალიც მინდოდა რომ დამესახელებინა ამ ხუთეულში. თუმცა იქ არიან 4 ლამურები, კალათბურთელები, ნუ ძალიან ბევრი სპორტსმენია, ვისაც პატივს ვსემ და ვეთაყვანები, ხო გეუბნებით, ანუ აი გამიჭირდა ყველაზე ძალიან ფეხბურთელებში. დავქნა. მაგრამ ასეთია წესი. ასეთია წესი და რიგი, ასეთია შიდაგანა წესი დიდი კვიზის. მოკლედ, ბოლოში რა გავიდით? მე მაინტერესებს და სულ ეკითხები სტუმრებს. როგორ მოგეწონა გადაცემაში საუბარი და სტუმრობა ზოგადად?
როგორც ძალიან კარგი იყო სხვათა შორის, იცი, ძალიან მომეწონა. მე მიჩვეული ვარ, რომ როცა თუ ჩემთან გადაცემაში არ სობროს სადმე ვსაუბრობ, რაღაცაზე ვსაუბრობ მიკროფონით, იქ ფულს მიხდიან. აჰა. როგორც წავყვანი ვიხუმრე. ზოგადად ამას ვამბობ ხოლმე სულ, რომ აუ რამდენს ლაპარაკობ, რა კარგად ლაპარაკობ, ისა ხალხო ამაში ფულს მიხდიან და ვილაპარაკებ, აბა რას ვიზამ თქო. ძალიან კარგი იყო სტუმრობა შენს გადაცემაში, მე მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე უფასოდ. მაგრამ ასეა მეგობრობა. მადლობა რომ მომიწვიე. პირიქით მადლობა რომ გვესტუმრე. ხარ და გღალე. არა, პირიქით ისე ვარ დამოხტული, შემიძლია კიდე 1-2 საათიანი რეკი იყოს თქვენ გაჭირდეს. ჩიპი არის, ჩიპი გვაქვს ამხელა. დიდი მადლობა. მადლობა პირიქით. მაყურებელს ვეთქვი რომ გამოიწერო ნახე. დღეს ჩვენი სტუმარი იყო ეკო ფანგანა.